წარმოიდგინე 90 წლამდე იცხოვრე, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი დამოუკიდებლად სიარული არ შეგიძლია. ყოველთვის რაღაც გტკივა, უენერგიოდ ხარ და საფერფაშოში გასასვლელადაც კი დახმარება გჭირდება. ახლა წარმოიდგინე იგივე 90 წელი, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტი ენერგია გაქვს. თავისუფლად ადიხარ კიბეებზე, შვილიშვილებთანაც თავისუფლად თამაშობ და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე იმის არ გეშინია, რომ წაიქცევი და რაღაცას მოიტეხავ. ეს არის განსხვავება ცხოვრების ხანგრძლივობასა და ჯანმრთელობის ხანგრძლივობას შორის. სიმართლე ისაა, რომ უბრალოდ გრძელი ცხოვრება არავის უნდა. ხანგრძლივ ცხოვრებასთან ერთად ყოველთვის მოიაზრება ჯანმრთელობა და საშუალო ცხოვრების ხარისხი მაინც. სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობას მოხუცებულ ასაკში საგრძნობლად უკვე იცდება ჯანმრთელობა და შესაბამისად ცხოვრების ხარისხიც. ამის მთავარი მიზეზი არის ზედმეტი დაყრდნობა მედიცინაზე და არასაკმარისი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ჯანმრთელობაზე. თანამედროვე მედიცინა გვეხმარება ცხოვრების გახანგრძლივებაში, მაგრამ ჯერჯერობით მოხუცებისთვის ცხოვრების ხარისხს დიდად ვერ აუმჯობესებს. ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად უნდა იზრუნო. ყველასთვის ცნობილია, რომ სიბერეს ჯანმრთელობის გაუარესება მოყვება. მაგრამ ჩემი აზრით, ხალხი ზედმეტად მარტივად ეგუება ამ ფაქტს. კი, ჯანმრთელობის გაუარესება გარდაუვალია, მაგრამ გაუარესების სიჩქარის და დონის გაკონტროლება მაინც შეგვიძლია. ცხოვრების ხანგრძლივობასა და ჯანმრთელობის შორის კავშირი მარტივად რომ ახსნე, გამოვიყენებ გრაფიკს. ვერტიკალური ღერძი წარმოადგენს ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას, ხოლო ჰორიზონტალური ცხოვრების ხანგრძლივობას. პირველ რიგში ყურადღება მივაქციოთ თეთრ ხაზს. თეთრი ხაზი წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებას ყველანაირი ჩარევის გარეშე. ადამიანი იბადება და წლების გავლასთან ერთად ეს ხაზი გადმოინაცვლებს მარჯვნივ, ხოლო ცხოვრების ხარისხის დაქვეითებასთან ერთად ქვევით, სანამ არ მიაღწევს ჰორიზონტალურ ღერძამდე. ჰორიზონტალური ღერძის გადაკვეთის შემდეგ ადამიანი დაასრულებს სიცოცხლეს. ახლა შევხედოთ ლურჯ ხაზს. ლურჯი ხაზი წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებას თანამედროვე მედიცინის ჩარევით. დასაწყისში ლურჯი ხაზი დაახლოებით იგივენაირად გამოიყურება როგორც თეთრი, მაგრამ ცხოვრების ბოლოს მედიცინა საშუალებას გვაძლევს გაუხანგრძლივოთ ადამიანის ცხოვრება. სამწუხაროდ მედიცინის ჩარევითაც კი მოხუცებულ ასაკში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ნაკლებად ხდება. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, მედიცინა გვაძლევს საშუალებას რამდენიმე წლით გადავდოთ სიკვდილი. საბოლოოდ ყურადღება გადავიტანოთ წითელ ხაზზე. წითელი ხაზი ასახავს ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანს. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ცხოვრების ხანგრძლივობა მეტია, მაგრამ დიდად არა. მთავარი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის თუ რამდენად შემცირებულია ჯანმრთელობის დაქვეითება და დაქვეითების პერიოდი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც უნდა დავსვათ ამ თემაზე საუბრისას, არის თუ რამდენ დროს გაატარებს ადამიანი მისი ჯანმრთელობის 50%-ს ქვემოთ. თუ დაბადების წერტილი არის ჯანმრთელობის 100% და ამის ნახევარი საგრძნობლად დაქვეითებულ ცხოვრების ხარისხს ნიშნავს, მაშინ ჩვენი მიზანია შევამციროთ 50%-ს ქვემოთ გატარებული დრო. ანუ გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება გამოიყურებოდეს როგორც ეს წითელი ხაზი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ხანი ვიცხოვროთ, არამედ იმიტომაც, რომ ნაკლები დრო გავატაროთ დაქვეითებული ჯანმრთელობის მდგომარეობაში. იდეალურ სამყაროში ეს ხაზი წამოვიდოდა პირდაპირ ჰორიზონტალურად და ცხოვრების ბოლოს პირდაპირ ქვევით, ისე რომ ცხოვრების ბოლომდე ყველას გვექნებოდა იდეალური გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა. მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. კარგი ის არის, რომ ყველას შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების ტრაექტორიის გაუმჯობესება. ეს არ მოხდება კვირაში 2 ჯერ სალათის ჭამით და ერთხელ ვარჯიშით, მაგრამ სისტემატური ფიზიკური აქტივობით, სტრესის მენეჯმენტით და სწორი კვებით, ყველას შეგვიძლია ნელ-ნელა დავამსგავსოთ ჩვენი ცხოვრება ამ წითელ ხაზს. თუ გინდა ზუსტად გაიგო როგორ, მაშინ გამოიწერე ეს არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს. ის იქნება ამის გაგრძელება. დღეისთვის სულ ეს არის. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გააზიარე თუ ფიქრობ, რომ სხვასაც გამოადგება.